მოგესალმებით, მაგრამ მოთოვაო და ქვეყანა გაჩერდაო ამაზიანად თქვა. ზამთარი ზამთრად უნდა იყოს, ეს ყოველთვის მასიც უნდა იყოს. დანახეთ. მე შოგი სახურავებზე ვატყობთ ხო? აი სახურავი, აი იქ ზემოთ სახურავი. სადაც აი აქ სახურავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვემოდან შიგნიდან უფრო სწორად დანაკარგები არ გვაქვს. ეხლა ეს სახურავი როგორია ხო? პატრიცემულო, რომ ისმე ხოლმე კარგად, ეს მონაკვეთები იმაზე ჟღერს, რომ იქ დანაკარგები არა, კაი დანაკარგები არა. ვინაიდან ჯეჯურობით გარეთ მინუსი გვაქვს და თოლი გაჩერებული უნდა იყოს სახურავზე. ამასობაში არაა ბატონო გაჩერებული და არც წვეთავს, ხო ხედავთ? კინოლები გაჩერებული არის. მაგრამ ამასობაში აი ეს მონაკვეთები თოლი არა, ამასობაში თოლი უნდა იყოს სახურავზე. თოლი. სახურავზე როცა არის თოლი, დანაკარგები არა გვაქვს სახურავიდან. ამიტომ როცა ვიზახულმე ქადაგებ, ხო? ეხლა ამასობაში კიდევ უნდა ვაჩვენო ფასადზე რა იქნება, ხო? რაც შიგნით არის, გარეთ არისო და მე გიკვირთ რატო გვაქვს ამდენი გადასახადი? იმიტომ რომ ყველაფერი ჰაერში მიდის. განახეთ მე კედლების დანაკარგსაც. აი ეს ფართის, ნახეთ ხო? ვაკვირდებით ხო? აი ფასადი. შეიძლება რაღაც აი ეს ბზარები რო აქვს მინიატიურული. ესეც იმათითებელია რომ რაღაცა ვერ ხდება კაი ამბები, ნახეთ. აი ძალიან კრიტიკული არის. ბზარები, აი ბზარები, აი ასეთი ბზარები, ზემონასო ბზარებში არის ფასადი, მაგრამ კი ბატონო, რა ვიცი შეიძლება ასეც უნდა იყოს, მაგრამ დანაკარგები რაც შეიძლება და რასაც შეეხება, მეგონი რა ვიცი თუ აღიქვამს. აუ ტელეფონი მეგონი იმედი აღიქვამს, ხო, აი გაწითლებული სულ. თორა ის სურათების სახითაც დაურთავ მე. აი ესეთი სახით როცა არის ხოლმე, ხო, ამას ვქადაგებ, გაწითლებული არის სულ. გაწითლებული. აუ, წითელს არაფერი არის საქმე აქვს, ვინაიდან ფასადი უნდა იყოს ყოველთვის დათბუნებული. დათბუნებული უნდა იყოს სრულად სიტყვის მნიშვნელობით, აი ისე როგორც აი ფანჯრებზე ვაკვირდებით ხო, ნახეთ, აი კრიტიკული ზონები. ხო, დანაკარგები. მე რო გიკვირს. რამდენი გადასახადი მოგვივიდა, აი რამდენი აი ესეთი კრიტიკული ზონა იქნება, ხო, აი ესეთი აი წითლები, ხო? აი, მეგონი კი ბატონო აღიქვამს ტელეფონი. ვიცით გავადიდებ. აი ასეთ ნახეთ ხო? აი ნახეთ აი კი ბატონო ახლა უფრო კარგად აღიქვა. აი პაჟიდან დანაკარგები რამდენია ხო? ენერგოეფექტური, მაგარი. ენერგოეფექტური, არ ვიცი რა არის ენერგოეფექტური, მაგრამ ამასობაში აი ფასადსაც შევხედოთ. აი ასე. აი დანაკარგები. და ეს ბზარები. კაის ნიშანი არა. ვერ ვიტყოდი რომ ეს კაი ნიშანი არის, ვინაიდან ძალიან კრიტიკული ბზარებია. და ამასობაში გაწითლებულია მთელი ფასადი. გათხოვა გვაქვს ჩართული ამასობაში უკვე აქტიურად, მაგრამ მთელი სახლი არის გაკაშკაშებული. სურათების სახითაც დაურთავ. აი ამაზე ვიზრუნოთ, ჩემო პატრიცემულებო, უპირველეს ყოვლისა. და მე გვექნება ეკონომიაც. ერთმანეთ ეს ასე იქნება. ხო, ეს ხო უბრალო არის. როცა ვცივა, ვიცმევთ თბილად. ხო, ზაფხულში კუპანიკებით დავდივართ პლავკებით და შორტებით და ასე შემდეგ. კიდე გავიდეთ, ხო? მოშორდეთ კიდე. აჰა, გავიდეთ ცოტა შორს დავიტიროთ. ფოკუსირება. უიმე, უარესი. აი. ჩემ პატრიცემულებო, ხარჯი. ამასობაში კიდე ჯერ ვიზახე, ხო? ახლა კიდე ვაკვირდებით, ხო, გარეთ ამასობაში ჯერჯერობით მინუსი არის. გატულპინებული არის კრიში, სახურავი, არ ვიცი. საუბრიდან გამომდინარე კი ბატონო, დათმუნებული გვაქვს ამასობაში სამეფირი ბაზალტის ქვაბამბით, როგორც ჩანს, მაგრამ ამასობაში იქ თოლი უნდა იდოს. ვინაიდან დნობა არა, ვაკვირდებით, ხო, აი პატარა რო არის გამოკიდებული, ლოლოები პატარა აქვს მოკიდებული, არ წვეთავს. ესე გარეთ არაა პლუსი. ესე იქ თოლი უნდა იდოს. როგორც აი იგდევს. ამასობაში არ დევს. და კიდევ ერთჯერ აი ასე. აი ეს სახით არის პერიმეტრში. ამიტომ დათბუნება, აი მერწმუნეთ, დათბუნებაში არ უნდა დავზოგოთ და მე გვექნება დანაზოგი. ნამდვილად გადასახედებით იმდენზე ავალთ, რომ ამასობაში აი ეს მე იქნება y. ამასობაში კიდე აქ გვაქვს ამის შესაძლებლობა. აი კიდე ხო, ასე არსებულ ფარში, ვინაიდან შეიძლება კიდე აქ დათბუნება განხორციელდეს. მე ამაში ნამდვილად არ დავზოგავდი. ხო გესმის ჩემი, კარგად მისმენ ხოლმე ხო პოსტებში. ნამდვილად ასეა, მერწმუნეთ ეს ასეა.